გუშინ გავსინჯეთ რაღაცა მაწყინა ამას რა გუშინ გავსინჯეთ მოთრეულა მოთრეულა რა რაკაცინებ შაურის წყალი დალია წამო ჩემი არ გამომიშვეს 1 ინჩის გამო, მხოლოდ 1 ინჩის გამო. მაბადი 1 ინჩი არის 2 სანტიმეტრი და 45 რაღაცები გასაკეთებელია, უნდა დააკლო ცოტა. ველელა, მაგას გეუბნები. რას გზნობ მაშინ როცა შენ ჯალამბართან რჩები მარტო. მოგესალმებათ მავანი რაჭიდან, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, შესანიშნავი ბუნებაა შაურზე და აქ იმართება ოფროუდ შეჯიბრი შაური 2025. მე ამ შეჯიბრზე სულმა წამძლია და სადე რომ გამოვსულიყავი ჩემი ვრანგლერით. მაგრამ სტანდარტ კატეგორიაში რომ გამოვსულიყავი, უნდა შემეცვალა საბურავი და დამეყენებინა შედარებით არააგრესიული და 35-მდე საბურავი. ნახოთ აბა რას ვიზამ ასეთ შეჯიბრზე ჩემი პირველი გამოსვლა და აბა შევხედოთ. გასწორეთ. მელა. კითხა. მარცხი შედი. კაცი. განცამდი. ბოლომდე. დავკეთე. მოდი კიდე მოდი. ჩაო. აი არ. აი ბოლომდე. ცოტა დეიდადა. არა, აი გებოლობდი, გასწორე. მოდი მარჯვნივ წამოდი ბოლომდე. წამოდი. აი გიმარცხე. აი. გასწორე. ჩემკენ. სამ. მეორე. ჩემკენ მოდი ცოტა. პირდაპირ დაეშ. მოგე ხეც. არა. დაუკეთე და მეცხრეში ჩადი. აი, შედი. გასწორ. მიდი, დავიდა აფინიში. მეორე და ჩაეშვიე. აი. არც თუ ისე ცუდად დამთავრდა ჩემთვის შეჯიბრი, იმიტომ რომ მე 6 ადგილზე გავედი 15 ადამიანს შორის. ახლა კი მოდი ისევ ჩემს საქმეს მივხედავ, რაც უფრო კარგად გამომდის ვიდრე ოფროუდი, წავალ და ვიღაცებს წავეღადავ. როგორ ახარ გრეგი? კარგად ლევან. შენ რატო არ მონაწილეობ მოდივში? მონაწილეობ, მაგრამ პრომოდივში? მოდივში და პროტოში. პროტოში რითი? ხალკით. ხალკი რა არის? ბაგია თუ? ხო, ბაგივით არის. ამაში ჯიმნით სუზუკი. ჯიმნის სუზუკით კი. აგე უკვე სტარტზე ვდგევარ, ახლა გამოვა მანქანა და შევდივარ. მოგწონთ რაჭა შაური, როგორია? ოფროუდისთვის კაია? შესაძლებელი კი, ძალიან კაია. მონაწილე კი არა ხარ შენ, ხარ ერთ-ერთი პრეტენდენტი გამარჯვება. იმედი მაქვს. თავარია ტექნიკამ თავისი. აბა, ერთ-ერთი ფავორიტი. დამოვიწყდა რა ეს სიტყვა რა. სიკო ფავორიტი. მე ორგანიზატორის შვილი ვარ. ორგანიზატორი არ გამოდის? მეც ორგანიზატორი გამომდივარ. და მიხარია რომ აქ ხარ ძალიან. თქვენ მოგწერეთ ხო? ჩემ ადამ. ძალიან კაი ადგილია სხვათა შორის. როდის იქნება კიდე შემდეგ? წესით გაზაფხულზე. ზამთარში? ზამთარში არა. ამ ინდის გამო ვერ გამოვა ისეთ როგორც. ზამთარში ცივა? თუ თოვლია? ორივე. საღამოს DJ დაასრულებს? კი, რა თქმა უნდა, გუშინაც იყო DJ და გართული. რა ქვია DJ? სანდრო დაასრულებს საღამოს? სანდრო ამირიძე. კი. დაველოდები საღამოს. აუცილებლად ვიცეკვებ, იმიტომ რომ მე მგონი წავაგე. მადლობა. პირიქით მადლობა დაპატიჟებისთვის. წარმატებები. რაჭველი მოგთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი. ქართველნო, სრულიად ქართველნო, არხი გამოიწერეთ. აი ესე ამხელა გზაზე დავდივართ, შრომობთ და გვეკუთვნის რა. გაჩვენებთ რა ხდება საქართველოში. ივენთი რამე თუ არის არ ვმაზავთ. არ გვეკუთვნის ახლა? მე ფეხებზე მაქვს ისინი ამოსული მაზოლები, ამდენი სიარული. მარტო მე კი არა, თელ შემოქმედებით ჯგუფს, რა ეს ტიპი აგერ იღებს, იმენა გაწამებულია ძმაო, შეხედეთ სახეზე რას გავს. და გამოიწერეთ რა, რას მახვეწნინებ. გამოიწერეთ მავანის არხი და ზარის ღილაკი გააქტიურეთ, არ დაგავით. ზარის ღილაკი დაუწყებული მქონდა. როგორ ვიარეთ, აბა პირველისთვისო? კარგი იყო. ცუდი იყო. კარგი, რატო იყო ცუდი? იმიტომ რომ განიერი იყო ჩვენი ვრანგლე. რა, ჩემი ძველი ჯიმნით ჯობდა. ჯიმნით უკეთესი იქნებოდა. უცებ შევძრებოდით, გამოძრებოდით. ჯიმნით იქნებოდა. არ იყო ცუდი რა, მაგრამ უკეთესი შეიძლებოდა. მოსულიყავით და განიერებინა ეს ჯოხები.
დილით გადაზომეს. ვინმეს ქონა გაწეული? აი ეგ მომენტი რო არ ყოფილიყო, მაინც გაითვალისწინეს. მე მგონი უფრო უპირატესობა ქონა ვიწრო მანქანებს. ვიწრობაზიანი მანქანა იაპონურებს. მე მეორეთ მონაწილეობ მე. რა გამოცდილებას შევიძენთ. შე რა ქენ სამაჯური ხო არ მოხთხოვეს. სამაჯური? ვინმე ხო არ იყო არის, იქ რო იყო ის კაცი ზუგდიდში რომ მომთხოვა. აქ გომ არ შეიძლება რა და მოდი გადაიწიე რა. აქეთ გამოიწიე რა. აი, მეგობრებო, გავყავართ ტერიტორიიდან სკანდალი. სხვათა შორის ბევრი მდედრობითი სქესის წარმოადგენელი არის როგორც მონაწილეც და მაყურებელი. მამა ჩემი არის ამის ორგანიზატორი და ჩვენც ბავშვობიდან ჩართული ვართ. ჯერჯერობით კარგია ყველაფერი და გოგოებიც ასპარეზობენ. გოგოებს გულშემატკივრობთ თუ კაცებს? გულშემატკივრობთ პირველ რიგში და მერე ყველას. თან ისეთ კატეგორიაში გამოდიან, რომელშიც არ მიწყობდა ხელს მანქანა რა. ძალიან საპასუხისგებლო ამბავია და აბა ნახოთ აბა რა იქნება. თქვენს წარმატებებს გისურვებთ. აჰა, ამოვიდა რა გენახა, ცოტა წყალი შეუვიდა სალონში, მაგრამ არა უშავს. ლარიანები უნდა გავხსნა აქვე. ძალიან ღრმა არის მე მგონი, აქ ფეხითაც რო ჩახვიდე. აი კიდევ ერთი მონაწილე, მოდი აქ, ნუსვავ მაგ წყალს ნუსვავ. კიდიკი შაორის წყალი დალია, წამო. მოდი. ერთ-ერთი ორგანიზატორი, ერთ-ერთი თუ ერთი. ერთი და მეხმარებიან ჩემი კარგი მეგობრები. თქვენ რაჭი დამძანდებით? ისე თბილისში ვცხოვრობდი და მე 7 წელია რაჭაში ვცხოვრობ. გადმოხვედით აქეთ, ხო? კი, ისე რაჭველი ვარ. პირველად აკეთებთ როგორც ვიცი, ხო? კი, რაჭაში კი, ერთხელ იყო რამოდენიმე წლის წინ შოუში, თუმცა ამხელა მასშტაბის არის. და რას ფიქრობთ, როგორ მიდის? ჯერჯერობით მოლოდინსას გადააჭარბა, იმიტომ რომ ყველა შიში ქონდა რომ ტრასები რო ნახესო, იქ ვიწროა, ვერ გავეტევი. ანუ უნდა ველოდოთ, შემდეგ შეჯიბრსო. კი, აუცილებლად. ახლა აქ რამდენი ტრასაა სულ მოწყობილი? 12 ტრასაა 4 კატეგორიაში, ხო? 3 ტრასაა ყველა კატეგორიაში. და მე როგორც ვიცი, ვინც ყველაზე გვიან მივა, ის არის გამარჯვებული. ვინც ყველაზე გვიან მივა, ის არის დამარცხებული. არა, რაჭაში ხო ვარ ჩვენ და რაჭაში ესე არის როგორც ვიცი. არა, რეგლამენტში ეგრე ეწერა. არის ის სწორად. რაჭაში როცა ტარდება, შეიძლება რომელიღაც ეგ საერთოდ არ მოვიდეს. აი, მოდი აბა ზოგადად რაჭველებზე გითხარი, რომ სტერეოტიპი როა, ნელები რო არიან, ნელები ხართ? არ ამგონია. კი ბატონო, საღამოს რა შვებით? ყველაფერი კარგად. მესამე ტაიმი იქნება? აუცილებლად. კი ბატონო, ველოდები მესამე ტაიმს. წარმატებებს გისურვებ, რავალი ესეთი კარგი შეჯიბრი, წინ და წინსვლას გისურვებ. მანკა გვარი გამოდის. აი ამ რაღაცა მონსტრით, მალადეს, მაგარია, აბა შენიც. ბენზინი ხო აგითავდა? დახევარი. მაგარი დაცულად ხარ ესეთი კასკადიკე. იქ ეგრევე ჯალამბარით თუ თქვენი თაპირეთ. ჯალამბარით, ხო? გადახვალთ რამე. ბატონო, არ გაისვარო რა ძალიან. თქვენ როგორი არის? არ მახსოვს, ნანკა ამოვიდა ჭაობიდან, აი მზადება რომ წავიდეს პედესტალზე უნდა ავიდე. რას ფიქრობთ? ჩემი აზრით მოიდი. პირველი გაიარა ყველაფერი წინ არის. ორჯოხს გადაუარა. სესხი გაქვს დამტკიცებული 40%. ძალიან მაგარი. ხელა მანქანით 3 ჯოხი კაია. ესეც აგიყოლებია. ეს გამომადგება სარეცხის სპილკებს ვაგროვებ. ფოტოშოს ძალიან ხარისხიანია. ასაცმლისთვის კაია.აში გაჭამ. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩემი მანქანა არ გამომიშვეს 1 ინჩის გამო, მხოლოდ 1 ინჩის გამო. მეორე ტრასები მოწესრიგებელი იყო, რაც არ მომეწონა. ბანერები ძალიან ახლოს და როც გადავზომოთ, ეხა რეალურად იმდენი არ არის, რაც უნდა იყოს. და საერთო ჯამში რაც ამოთხრილია, ეხა და ტრაქტორი სადაც დგას, რეალურად მაგადი სხვანაირად უნდა ყოფილიყო წინა წლებში. სხვანაირად იყო უფრო მოწესრიგებული იყო. ეხა არეულობა, აქ ხალხია, იგით ხალხია, მანქანები შუაში დადიან. გამომიშვეს, იმიტომ ამბობთ, რომ არ
გამოგიშვე? არა, რატო? შენს ხო უყურებ ამ ყველაფერს. ნახე, რამდენი არის. ვინ რა მანქანით არის ვერ გებულობ ხა, ხო, სად მიდის, როგორ მიდის. ორგანიზატორებმაც უნდა მეტი ენერგია ჩადონ, მეტი ფინანსები ჭირდება, რა თქმა უნდა. ფინანსები საჭიროა, სპონსორები, ხო? სპონსორები და ფინანსები არის საჭირო. მე ვესაუბრებ ხა რეკლამას არ დავუწევ, რა თქმა უნდა. მისი ზეთი მისხია, მისი ზეთი გამოვდიოდი, მაგრამ რეალურად არ გამომიშვეს, იმიტომ რომ 1 ინჩის გამოდა. 1 ინჩი არაფერს აჩვენებს. შენ რატო არ წამოდის შენი მომხდარი? გამოვედი. უკვე გამოდივარ რა ქე? რაღაცები მოვტეხე, გამიეცე. მე ეგ არაფერი, ჟიური ხო მაყოფილია? კი. შენს ხო მაყოფილია? მე უკმაყოფილი ვარ. კი ბატონო. არა პრობლემა. რას გზნობ მაშინ როცა შენ ჯალამბართან რჩები მარტო? ჩემ ჯალამბართან ბეჟოს გადამკიდე მარტო არზოს რჩები. ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა რა. შეჯიბრამდე ბლოკებს შეექმნა ჩემსას პრობლემა. ქარხნული ბლოკებია თუ შეძენილი? შეძენილი. და ამ ჩემ ბლოკებს რო შეექმნა პრობლემა, ყველა შეჯიბრი გავიარე ბლოკების გარეშე შესაბამისად. ფოილოვერების პონჩი არ იგრძნობოდა მანქანაში რომ ესენი მაქვს, მაგრამ ბეჟოს სახით მივხვდი რომ რაღაც მომენტში შეიძლება გადავყირავდა. ეგ ვიგრძენი, მაგრამ ეხლა მე უნდა არა. პირველი შეჯიბრია? კი. კიდე აპირებ? კი, პირველივე არის ესეთი რთული თან. სტანდარტებში არ გამოვედი რაში და ესეთი მანქანა ყავს სტანდარტებში კი არა? კი, ეხლა და იცი რაზე დავფიქრე, ჯიმნიზე არა, მაგრამ რამე კატლეტივით ხო. კატლეტივით რომელია? აი, მაგალითად ხიშნიკი როგორიც არის, ეგეთი მინდა. პაჯერო, რამე? როგორ ფიქრობ შენია? მიყურე. ცოტა ვიღებდი რაღაცა. ხო და აი სისხლით გრძნობ რო ჩემია. რაჭა როგორ მოგწონს? რაჭა ძალიან მიყვარს, მაგრამ რაჭველი ხარ ხო შენ? არა, მაგრამ რაჭული ყვება არ არის ჩემი. რაჭული ყვება რა არის? ლობიან ჭამე? აი ლობიო. გაგბერა? რაჭული კულინარია ეგრე ძალიან. რა არ მოგწონს? საჭმელი, აი ეგ რა ყველაფერს რო ცხოველური ცხიმი და რაღაცაები აქვს. გუშინ გავსინჯეთ რაღაცა მაწყინა ამას, რა? გუშინ გავსინჯეთ მოთხრეულად. მოთხრეულა რა? პოსტრეულისგან დამზადებული რაღაცა როლებივით არის ძალიან მაგარია. ვინ მოათრია? ძალიან გემრიელია ჭამა. მერე ვინანო შენსავით? ეგ არ მინანია. აბა რა ინანი? სინანულით არაფერი არ მინანია, უბრალოდ ვერ ვჭამ რა, კარგად მე რაჭაში. შემდეგ შეჯიბრი როდის არის? 8 ნოემბერს საღუბში. საღუბში იღუპები? მე არა ყველა მოთრეულას შეჭამ და იღუპები. 40-იანებით? 40-იანებით, აბა აგრესიულებით. თორე ხელები ამიწევია შენს წინაშე და რა წარმატებები. დიდი მადლობა, იმედი გიხილავთ. კი, აუცილებლად. მეც დავიღუპები რაღაცით. დავაი. გამარჯობა, როგორ ძანდები? მადლობა, კარგად. ვიღებთ. მიხარია გილოცა. მადლობა. ეს ქვები იყო აქ თუ თქვენ? არა იყო რა თქმა უნდა, ეს ქვები ბუნებრივად არის იქ სადაც არის. ბუნებრივი დაბრკოლებაა ეს. რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობთ, გადალახავს? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ კარგად არ ვიცნობ მძღოლს. თქვენ რო იჯდეთ, გადავხვიდოდით? არა, ყველაზე მნიშვნელოვანია საბურავები და მძღოლი. და საბურავები როგორია? ჩვენია. რამე იმას ხო არ ქონია ადგილი? XS? XS. არაფერი აბსოლუტურად. აი, იქ იყო ვიღაცა უკმაყოფილო ისინი. იცით რა არის, უკმაყოფილო ყოველთვის ვიღაცა იქნება, ვიღაცის ვიღაც მე არ გამომიშვანეს. რახან არ გამოუშვეს, ესე იგი ვერ გაიარა ტექდათვალიერება და სანამ ტექდათვალიერებაზე მოვარე, არსებობს რეგლამენტი, სადაც წერია რა უნდა კონდეს მას და მანქანა როგორ უნდა იყოს მზად. 1 ინჩის გამო დამბრაკეს. მაბადი 1 ინჩი არის 2 სანტიმეტრი და 45 ანუ 2 სანტიმეტრი და 54. 2 სანტიმეტრი არ არის ცოტა. ვერ გადავიდა კიდე მანქანა? იქაც ეჭიდება? ვერ ეჭიდება? იქით სამთავრობო ლოჟა არის, იქ გადავალთ ხა. არიან მთავრობის წევრები. ეგრე მეც გადავალ თოკი თუ მომაბეს. ბრავო. აი გამოსვლა იყო ძალიან, ხო არ ყიდი? არა. მაგრამ თუ რაღაცაა მოკიდე. ეხა ეს პირველი იყო? პირველი. და კმაყოფილი ხარ? კი, ასე თუ ისე. მანქანა ხო არ გადატეხე შუაზე. რაღაცები გასაკეთებელია, უნდა დააკლო ცოტა. ველევა, მაგას გეუბნები, ბოლოში ცოტა დააკლენ, ბოლოს ნახოთ, გნახავ მერე ბოლოს. აი ესე უნდა იარო, აბა მე რო ვიარე ის რა იყო. გამარჯობა. ვინმე შინაურთან ხართ მოსული თუ თქვენი ფეხით? ჩვენი ფეხით. მართლა? ეს შემთხვევით? შემთხვევით და მე აღმოჩნდა რომ ბევრი შინაურია ამ სპორტით დაინტერესებული. ეგ ეხა საქართველოში ყოველთვის ეგრეა. ანუ აქეთ იყავით, გამოიხედეთ და ოფროუდი იყო? ვიყავით და გვითხრეს რომ ოფროუდით სტარტებაო და ამის გარეშე ვერ წავედი. მასვამები ხართ? არა, ერთველი გუში. უბრალოდ დაკრიფეთ? უბრალოდ დავკრიფეთ და წვერის პროცესი. როგორ? ყურძენი არათრობს. ყურძენი არათრობს, სენს მიკროფონი გიკეთია. რამეს ხო არის? კი, გავაპია.
გავაპიაროთ შენს არხზე. კი, გავაპიარო. თქვენ ის ხო არა ხართ გოგოები რო დადიან. გაქვია თქვენ არს მე მგონი ნანახი მაქვს. Outdoor girls, Georgia. აბა მანახი. რაღაცა მახსოვს რომ შემხედრია და დაინტერესდი და მოგეწონა და უირაკაია. გურიაში ხო არ იყავი? კი. რაღაცა თქვენს ვიდეოებს უყურებდი ძალიან მომწონს. ხელი ხელს ბანსა. როგორ ისეთი სახელია საერთაშორისო. საერთაშორისო. იმიტომ რომ უცხოელებმაც გვინდა რომ უყუროს. ტიტრებს ადე? ბანდის რომ დაქოი. ანუ ქართულ საქმეს აკეთებს. კი, მართლა. რა გაცინებთ? თქვენ ფულს ხარჯავთ? კი, აბა. სადმე მუშაობთ პარალელურად? კი, ჩემი ბიზნესი. მარკეტინგული კომპანია აღარ უცხოელების ბაზარზე. და ისე რომ მოხდეს რომ YouTube-ით მასე მეტი ფული იშოვოთ ვიდრე არა ერთი წამი როგორ ვერ იშოვო. შენი საქმით რასაც შოულობ YouTube-ით თუ იშოვი იმაზე მეც მარტო YouTube-ზე გადმოხვალ? არა, ვიცი, არ დავფიქრებ. რატო რა ხოდა შენ არა? რატო როცა შეგიძლია ბევრი რამე აკეთო. ვაკეთებ ორივეს რა და YouTube-ზე იმდენი საქმე რო გაიჩითოს, მე ვერ ვაკეთებ მაგალითად. არა, ხო ძალიან შრომატევოდია საკმაოდ. ესე იგი გულით არ გინდათ YouTuber-ობა. და როგორ არ მინდათ, რამდენ შრომავსდეთ. შენ წამოდით სამსახურში. სახელი არ ვიცი. ლევან. ლევანი ქვია? გინდო და გეკითხა. ეგ მინდოდა ხო და ლევან ყვარაცხელია. ხო? რა გვარი მაქვს? რა გვარს ვაფუჭებ? რატო ვაფუჭებ? აი. თუ მოგეწონებათ, ნახეთ ჯერ გადადით. იქნება ცუდია, მაგრამ მე ვნახე და კაი იყო. კარგია, აი რა არის, იცი, ბუნებრივია რა. არ თამაშობთ. და ეგ მომწონს. ეგ არ შემიძლია თამაში. ძალიან კაი, წარმატებებს გისურვებ. აროსანა ვერადის. რაღაცები გადავიღეთ, რაღაცები ვერ გადავიღეთ, რისი საშუალებაც ქონა გადავიღეთ ბოლომდე. დაჯილდოებას ცოტათი აგვიანდება, ცოტათი კი არა, კარგად გააგვიანდება ალბათ და აქედან გავქუსლავთ. თქვენ კი არხი გამოიწერეთ, მეგობრებო. თბილისში უნდა წავიდე აქედან, გზა შორია, უკვე ძალიან გვიანია, დაღამდა, შუაღამეა და აქედან გამომდინარე ცოტა ადრე დაგტოვებთ. ვიდეოც აუცილებლად უნდა დაალაიქოთ, აი ძალიან ისეთი თხოვნა იქნება და ზარის ღილაკიც გააქტიურეთ რა. თქვენ განაც ხო რაღაცა მინდა რომ მივიღო მე. და ეგ ქენით რა. წავედი ახლა მე მეძინება, არ მეძინება. მავე. აქედან არის გასასვლელი? გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.